მოკლედ ამ ყველაფრის გეგმა არის ორხელისუფლებიანობის შექმნა ქვეყანაში, ილუზიის შექმნა. ეს ასე ხდებოდა, პუტჩის დროსაც ასე ხდებოდა. პუტჩის დროს აი ფილარმონიაში იყო ჩრდილოვანი ხელისუფლება შექმნილი და იქ იყვნენ ალტერნატიული ხელისუფლების წარმომადგენლები, სიგუა, კიტოვანი და ეს მთელი ახლა ესენი დაჯდებიან ალბათ. და ეს ყველაფერი არის გამზადებული იმისთვის, რომ იქნას უბრალოდ ამოვიწერე და ყველაფერი არ მახსოვს ამათი სიბრძნეები არ მინდა რამე რუამერიოს ან რამე გამომრჩეს თუ რამე მე კითხვებზე გადმოვალ თქვენ თუ რამე კითხვა გაქვთ თუ ამეცით პასუხი და რა არის იცით ეს ვინც მოიფიქრა ძალიან დიდი გველის მოფიქრებულია მინდა პირდაპირ გითხრათ და მე გეტყვით ვინ არიან ეს გველები ეს არის დაახლოებით 7 ადამიანი არის ჩემი ინფორმაციით, რომლებსაც აქვს მოფიქრებული ეს ყველაფერი და რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ. ეს ადამიანები არის გუბოზა სანიკიძე, რომელსაც რო კითხო თურმე ზვიადის ერთგული თანამებრძოლი იყო და მისი ბოზიშვილი მამა ტელევიზიით მოუწოდებდა ხალხს, რომ ისო პრეზიდენტი გაიქცა და მოღალატეაო, ანუ მამა პუჩისტი იყო და შვილი ის რა ქვია, ეროვნული ხელისუფლების მომხრე და სული ძახო და ხელი მომაწერე. გოგი ხოშტარია, ელენე ხოშტარიას მამა ეკა ხერხეულიძე ის ძუკნა ნაცი განაცებული ეროვნული ქალი ბოცო ციკლაური ეს მიშას უსაყვარლესი დეპუტატი სევდია უგრეხელიძე ესეც ხო ვითომ ეროვნულობს ესეც ხო ეროვნული არის ზვიად ძიძიგური ეს უნაგვესი პიროვნება ეს არ ვიცი მე ამ ადამიანს რო შევხედავ პირდაპირ შეფურთხება რომ მინდება ეს ადამიანია და კიდე ქალის ფორმაში გადაცმული ირინა სარიშვილი. აი ამ მათხოვრების, აი ამ ნაგვების მოფიქრებული არის ეს ყველაფერი, რომლის მიზანიც არის ერთ მხრივ მაქსიმალურად დისკრედიტაცია ზვიად გამსახურდიასი, ეროვნული მოძრაობის, ეროვნული ხელისუფლების ცნების საერთოდ ნიველირების და ამის აღდგენის სურვილით რო საერთოდ მომავალში იქნას გამქრალი და გაცამტვერება ამ ყველაფრის და მეორეს მხრივ ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც მოღალატეობრივი საქმიანობაც იყო თავის დროზე, ეს იყო გარეძალებზე და მოღალატეებზე მხარდაჭერა ქვეყანაში არეულობისთვის და გადატრიალებისთვის.